უცებ მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ. ცოტა შორიდან დავიწყებ მოყოლას და აუცილებლად მიხვდებით რის თქმა მინდა. წლების უკან მამას დაჭირდა კურნალობა, კურსის ჩატარება, რის საშუალებაც არ ქონდა მაშინვე, რამოდენიმე კვირა დაჭირდებოდა ამ თანხის მოძიებას და წამლების ყიდვას და ერთ-ერთმა ქალბატონმა რომ გაიგო ეს, დედას გამოართვა რეცეპტი და მეორე დღეს ეს წამლები მამას აჩუქა. და მაშინ მახსოვს როგორი განცდა მქონდა სიხარულის, ბედნიერების, არ ვიცი როგორი ემოციები იყო ეს, ვერ აგიღწერთ, უბრალოდ უნდა გამოცადო ეს ყველაფერი. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო ის, რომ შეგიძლია ადამიანს დაეხმარო ნებისმიერი რაღაცით. ასეთი შემთხვევა მოხდა წლების უკან, როდესაც მე მქონდა სტარტაპი. რაღაცებს სწორად ვერ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ჩემი შემოსავლით არ ვიყავი კმაყოფილი და ვხვდებოდი, რომ მჭირდებოდა განვითარება, სწავლა და ერთ-ერთ კურსზე დასწრება მინდოდა. რასაც ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე, რომ დავსწრებოდი და ამ ადამიანს პირადში მივწერე აუხსენი სიტუაცია. და ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა ეს კურსები მაჩუქა. არ აქვს მნიშვნელობა ფასს. ამ ადამიანმა მომცა ის ცოდნა, რამაც შემდეგ მე გამზარდა იმ სფეროში, რა სფეროთიც იყო ჩემი შემოსავლის წყარო. და არა მარტო შემოსავლის წყარო, ზოგადად მე გამზარდა. აი აქ და აი ეს ემოციები, ის განცდა, აი ეს სიხარული, ბედნიერება, კმაყოფილება, აი არ ვიცი. ის ემოციები ავიღე და გადავწყვიტე, რომ მეც იგივე უნდა გამეკეთებინა სხვა ადამიანებისთვის. იგივე ემოციები მიმენიჭებინა, იგივე სიხარული, იგივე განცდები. არ აქვს მნიშვნელობა, იცნობ, არ იცნობ, რა ღირებულებას აძლევ, რა ფასი ღირს ის შენი დრო, ენერგია, ცოდნა. პირდაპირ მნიშვნელობით ზოგჯერ ვერ აიღებ და რაღაცას ვერ მიცემ ადამიანს. წამალი ჭირდება თუ რაც ჭირდება, მაგრამ შენი გაზიარებული ინფორმაციით, შენი გაზიარებული რჩევით, შენი გამოყოფილი დროით შეიძლება ადამიანს იმხელა სიხარული და ბედნიერება მიანიჭო, რომ მთელი ცხოვრება გაყვეს და არა მარტო გაყვეს, სურვილი აღუძრა, რომ იგივეს კეთება დაიწყოს სხვა ადამიანების მიმართ. უბრალოდ მინდოდა ეს გამეზიარებინა თქვენთვის. ეხლა არის 6 სტუდია.